შეიძლება გამოიწვიოს წყლის არასაკმარისმა მიღება? წყლის ნაკლებობამ ორგანიზმში ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას. აი, იმდენად ბევრი, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ეს შეიძლება მიზეზი იყოს იმის, რომ ორგანიზმს აკლია წყალი. წყალი ახდენს ორგანიზმის თერმორეგულაციას. ახდენს საკვების მიტანას უჯრედამდე, შეთვისებაში ეხმარება უჯრედს, ანუ ორგანიზმს და ახდენს მის გამორეცვას. და წარმოიდგინეთ, ნახეთ, შლაკების 80% გამოიდევნება მხოლოდ წყლის საშუალებით, ეს გამოიყოფა შარდით და ოფლით და 20%-ია მხოლოდ რომელიც გამოიდევნება ცხიმების საშუალებით, ეს არის მკაცრავად და განავლით და სასუნთქი გზებით, ანუ სასუნთქი გზებით გამოიყოფა და როცა ჩვენ წყალს არ ვიღებთ, ახლა ის 80% რანაირად უნდა მოხდეს მისი ათვისება და მისი გადამუშავება. გამორიცხულია წყალი, ამას მხოლოდ წყალი აკეთებს. ქალბატონ მაია, წყლის რა რაოდენობა არის საჭირო ჩვენი ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის? რაოდენობაც ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველამ დავლიოთ 2-3 ლიტრი წყალი გამორიცხული, ანუ ეს გამომდინარეობს თქვენი წონიდან, წონის მიხედვით, ანუ თქვენ რა მაგალითად ვთქვათ 1 კილოგრამ ადამიანის წონაზე მოდის 30 მილილიტრი. მაგალითად მე თუ ვიწონე 70 კილოს, უნდა გავამრავლო 30-ზე და მიღებული 2 და 100 არის ჩემი დღიური მინიმალური ნორმა. მინიმალური, იმიტომ რომ ზამთარში მეტი წყალი ახლა არ გჭირდება. ზაფხულში მრავლდება 40-ზე. აი თქვათ ჩემი დღიური ნორმა გამოდის ზაფხულში 2 და 800 მინიმუმ. ესე უნდა გამრავლო თქვენი წონაც 30-ზე ზამთარში, 40-ზე ზაფხულში. ქალბატონ მაია, რას ნიშნავს წყლის ხარისხის დაავადება, ესეც რომ გითხრათ? წყლის ხარისხის დაავადება ეს არის საოცარი რამ, ანუ ნახეთ როგორ არის ჩვენ გონია რომ ეს გადადუღებული, გაყინული და შემდგომ გამხვალი წყალი მეტნაკლებად სასარგებლოა. ესე გონია და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. არ არის ესე. წყლის ხარისხის დაავადებებში შედის ეს არის პარაზიტული, ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, რომელიც წყალს შეიძლება მოქმდეს და ასევე უნდა გვესმოდეს რომ წყლის ხარისხის პრობლემა ასევე გაფილტრული, დისტილირებული, ცარიელი და მკვდარი წყლის მუდმივი გამოყენება, ანუ წყალი უნდა იყოს აუცილებლად ცოცხალი და მას უნდა მოქონდეს ენერგია. რას ნიშნავს ცოცხალი წყალი? ამაზე გესაუბრებით. რა ძირითად კრიტერიუმებს უნდა პასუხობდეს აი წყალი, რომელსაც მოაქვს ენერგია? წყალს უნდა ქონდეს აუცილებლად ბევრი პარამეტრი აქვს იმისთვის, რომ უჯრედისთვის მისაღები იყოს, მაგრამ 3 არის ძირითადი და ამას გამოვყოფდი. წყალი უნდა იყოს აუცილებლად სტრუქტურირებული, წყალს აქვს თავისი მეხსიერება, ის ცოცხალი ორგანიზმია და ყველაფერს იმახსოვრებს აბსოლუტურად ბუნებაში. გაგიგიათ ალბათ ხო, ნაკურთხი წყალი სამკურნალოა, წყალს დავაყოლოთ სიზმარი, ან ყველაფერს იმახსოვრებს საერთოდ. და 2 პარამეტრია, რომელიც წყალს თუ არ აქვს, ის წყალი აბსოლუტურად არაფრის მაგნისია, ეს გახლავთ მის pH მაჩვენებელი, ანუ pH მაჩვენებელი ეს არის მისი ტუტოვანება, ანუ წყალი უნდა იყოს უჯრედისთვის მისაღები წყალი უნდა იყოს სუსტად ტუტოვანი. არ შეიძლება ის იყოს მჟავე და მკვდარი. და აუცილებლად მას უნდა ქონდეს ჟანგვა აღდგენითი პოტენციალი. ეს რას ნიშნავს? ანუ პლუსი და მინუსი. უჯრედში და სითხე არის დამუხტული მინუსით. და ჩვენს ორგანიზმში სამწუხაროდ წყალი მოდის +200 და ზევით, ანუ 250 +300 და ნახეთ ახლა აი ამ ეს რა გავლენას აფრენს ორგანიზმზე? თუ წყლის ანუ უჯრედი დამუხტულია მინუსით, ის არ მიიღებს პლუს მაჩვენებელს. ანუ მაქსიმალურად შეუძლია +60-დან აიღოს მუხტი. ან ნახეთ როგორ არის 250-დან ვიდრე გადაამუშავებს და გადაიყვანს მის პარამეტრებზე, მისთვის მისაღებად ჩვენ გვეხარჯება კოლოსალური ენერგია. ანუ ის არის უხარისხო და ხარისხიანმა წყალმა მხოლოდ ენერგია უნდა მოგვიტანოს. ეს კიდე პირიქით გვართმევს ენერგიას. აი ეს განსხვავება ძალიან დიდი. ძალიან დიდი თავისი ბუფერული ზონები ის მას არ გახსნის არავითარ შემთხვევაში. როგორც ფაილს ვერ კითხულობთ, ხო იცით პარამეტრების იმდენად ჭკვიანია და იმდენად საოცრად არის ორგანიზმი მოწყობილი, რომ გამორიცხულია, რომ სხვა წყალი მიიღოს. წყაროს წყალს ამიტომაც ეძახიან მაცოცხლებელ წყალს. ბოლოსთვის შემოვინახეთ ძალიან ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა. პოპულარული დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება მარჯნის წყალი. რა არის ის და რა თვისებებით გამოირჩევა? საოცარი რამ არის, მინდა გითხრათ, ეს არის მარგალიტი, ოკეანის მარგალიტი, რომელიც მოიპოვება კუნძულ ოკინავაზე, ან იაპონიაში და საბედნიეროდ მას უკვე მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენც გვაქვს ბედნიერება თბილისში უკვე ეს წყალი მივიღოთ, ეს არის საოცარი რამ. მე რაზეც ვილაპარაკე და ვილაპარაკე ძალიან მცირედია, ამიტომ რომ თემა წყალზე ძალიან დიდია და ესე მოგვიწევია ვერ ვისაუბრებთ და ყველა ის კრიტერიუმი აბსოლუტურად რაც კი შეიძლება წყალს ქონდეს, იყოს მაცოცხლებელი აქვს მარჯნის წყალს. ანუ ის არის აბსოლუტურად იდენტური სისხლის პლაზმასთან. საუბარი მარჯანი ბევრნაირია ოკეანეში, საუბარია თეთრ მარჯან სანგოზე, რომლის რიფებზეც ცხოვრობენ იაპონელები და ისინი არიან, მათ არანაირი დაავადება არ აქვს. სიბერის დაავადებები მათ არ აღინიშნებათ. ახლა ჩვენთან შეიძლება იყოს უხუცესი მაცხოვრებლები ზემო აფხაზეთში, სვანეთში, არ არის ხო გასაკვირი, მაგრამ მათთან არიან 115 წლის ხანდაზმულები, რომელთაგან 105 წლის ადამიანები არიან აბსოლუტურად შრომისუნარიანები. ეს არის იმდენად საოცარი და მარჯანს აქვს
მენდელეევის თითქმის მთელი ცხრილი, ანუ მის შემადგენლობაში და ორგანიზმს, ანუ უჯრედს ავსებს ყველა იმ საჭირო თვისებით, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელობისთვის. თქვენ ახსენეთ, რომ უკვე საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი. და რამდენად მოთხოვნადია საინტერესო არის ჩვენ საზოგადოებაში მარჯნის წყალი დღეს. იცით რა, ჩვენ საზოგადოება ძალიან საინტერესო საზოგადოებაა, როგორც ვიცით, ანუ უცხოს ისეც უცებ არაფერს არიღებს, მარტივად ვერ იღებს, ანუ ქართლს ვერაფრით ვერ გააგვირვებ, ამაში ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ამის. უბრალოდ იცით რა არის, ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. ჩვენ არათუ მარჯანი, ბევრმა არ ვიცით, აი მე პირადად მაგალითად ვიყავი ადამიანი, რომელიც ოფისში მთელი ცხოვრება, რაც მიმუშავია, დავდიოდი ჩაით ყავით. ანუ წყალი არ მწყურდებოდა საერთოდ, აი ეს მოთხოვნა წყლის მქონდა დაკნინებული. არ გვაქვს ეს კულტურა სამწუხაროდ. აი, ცოდნა, იმდენად განებივრებულები ვართ, ახლა ნახეთ მსოფლიოში 7 მილიარდი ადამიანი მაცხოვრებელია და მათგან 4 მილიარდს ფაქტიურად წყალი მათთვის არ არის ხელმისაწვდომი და ჩვენ ვფიქრობ, რომ განებივრებულები ვართ ამ მხრივ და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია და საჭიროა უფრო კარგად და სიღრმისეულად შევისწავლოთ წყალი და მით უმეტეს მარჯანი იყო არის კარგი, უკეთესი და საუკეთესო ვარიანტი. მარჯანი გახლავთ საუკეთესო ვარიანტი.